ტექსტები წაიღო იმან? აბა, ზეპირად ხო გახსოვთ? ხო, აბა. გახსოვთ. ზეპირად იძახდით მიგუყურებ. აბა, თუ არ შეწუხდები, ტექსტები ჩამოიტანე. და ისა ფეხებია. მესამე სტუდიაში. ძალიან გაწუხებ, მაგრამ სხვა გზა არ არის. მაიკარის ისეთი უჩანს. გამარჯობა თქვაში. გამარჯობა. მე და ბასტიმ ახალი თამაში მოვიგონეთ. ხო, მოკლედ თქვენი თამაშის წესი ასეთია. მე და ბობო შევარჩიეთ ისეთი რაღაცები. მოკლედ ეს რაღაცები არის ხილი და ბოსტნეული. და უნდა დავასახელოთ, ავარჩიოთ რა ხილია, რა ბოსტნეულია და ასე შემდეგ. აბა დავიწყოთ. შენი ჯერია. მოკლედ შენ მითხარი ბუბუკო. მარწყოი, ხილია თუ ბოსტნეული? მარწყი? რა თქმა უნდა, ხილია. კაჭა გამოიწევი. მე ძალიან მიყვარს. აბა შენ მითხარი, სტაფილო, ხილია თუ ბოსტნეული? ბახჩეულიც არ არის მარწყი რაღაც კენკრა რა ვიცი. მაშინ შენ მითხარი, ვაშლი, ხილია თუ ბოსტნეული? ვაშლი რა თქმა უნდა ხილია. ჩაეძინა საღათას ძილით. საღათას ძილი საიდან მოვიდა? აღიცი რა გაგიჟებული. ესე იგი ბავშვს ეუბნები რომ მოწამული ვაშლი არ ჭამო. იქ ხო არ იცოდა ფიფქია მოწამულ ვაშლს რო ჭამდა, ხო? ხო, არ იცოდა. მე? ანუ ტექსტში ეგრე წერია, მაინტერესებს. ტექსტში? კი. ხო, ეგრე წერია. მოწამული ვაშლი რომ ხო, რაღაც არ ამგონია რომ გიყუროს, იმიტომ რომ ფიფქია არ იცოდა რომ ეს იყო მოწამული ვაშლი, ხო? ასევე მეც არ შეიძლება ვიცოდი ვაშლს რო. ხო, არა, ესე ვქნათ, იცი როგორ ვქნათ, რომ ოღონდ მოწამული ვაშლი არ უნდა ჭამო და გამახსენდა ფიფქია და 7 ჯუჯას ამბავს მიყვები, ხო? რაღაც ეგეთი თქვა. ნუ მაშინ რაღაც ისეთი ინტონაციით უნდა თქვა, იცი, რაღაც ხო. აბა ირონია ცოტა რომ შეურიო, რა არ ჭამოვის რაღაც მოწამული ვაშლი. ვაშლი ძალიან გემრიელი და კბილი ხილია. არა სასარგებლო. რა თქმა უნდა. ოღონდ ბასტი. მოწამული ვაშლი არ უნდა შეჭამო. მიიღოდი რაზეც ზაურო. ახსოვს ფიფქია და 7 ჯუჯაში ბოროტმა ჯადოქარმა რომ მოწამა ვაშლი. ფიფქია რომ დააძინა. სულ დაეძინა, სანამ პრინცი არ აკოცებს. ხო და პირობა რა არის, ესე იგი გაიღვიძებს იმ შემთხვევაში თუ აკოცებს პრინცი, ხო? ხო, მაგრამ და ურათი გეტყვი 2.5. წევეთ. გავარდი აბა მე რუთავში. ხო, აქ შედა. ორტექ ჩალდა საანკაფო. შეიკრიბებოდა ხოლმე მის გარშემო შვილიშვილები იქნებოდა ეს თუ მეზობლის ბავშვები იქნებოდა ისიც ბავშვებით ხდებოდა ხოლმე და ნაში ბრავია? არ მცოდია. თითოეულ კომპოზიტორზე, თითოეულ სიმღერაზე. 7 ცალია გასაგებია. ხო, თვითონ იცის რა მიხდება. იცი როგორ უნდა, აი სამკუთხედებად უნდა დაჭრა. სამკუთხედებად 1 შვიცა ეყოფა. დააპატა. ხო, ეყოფა, ყველა ვარიანტში ეყოფა. არა, ეს სამი ხუთი არის. იმისი, მე კვაჭკას რა უყო. ხო. მიდი გაგიხოჭე წავიდა. კალბატონო ციალა. კარგად ეკნება უბაში. იცი რა ზომაა? 50. ვერა ხო? შენ ამბობ ესე წავიღო? აბარა. კაი, წავიღე. კინძის თავები არ შეიძლება. არა, კინძის თავები არ შეიძლება. როგორ ახალ?
როგორ არის აქ? Წვალობთ. ჩვენიზე უფრო დილია. შენ ეს არა ქვია, არ მოსულა. ისინი როდის წერდნენ? ჩვენი მზე უფრო თბილია. კიდევ ჩვენი მზე უფრო თბილია, მიავი უფრო გრილია, მაგრამ ჩვენიცა, მაგრამ კი არა, ჩვენიცა. მზე უფრო თბილია, მიავი უფრო გრილია, ჩვენიცა მაინც ვარის. სულ ბოლოში რატო ვარ? ყველა დავდექით. აბა დავიწყე. აი ეხლა დარნაშავებს დავიჯერ. ჩვენი მზე უფრო თბილია, მიავი უფრო გრილია, ჩვენიცა მაინც ვარის. დამთავრდა ეს შევავსეთ პირველი. კი, მაგრამ იმ ტონალობაში არ ჩაწერა. არა, არა. სულ ყველა გინდა ამაში. ყველა ამაში. რაც ყველაზე რთული იყო ეს მიზანსცენა ვიროდის უნდა ჩართოს ტვინი ვიროდის უნდა გამოვიდეს ხო ეს უკვე გაკეთდა ეგ არ არის პრობლემა პრობლემა არის იმაში რომ ეს რიტმში მოძრაობები არ არის შენ ხო იცი ჩვენ 12 საათზე მოვიბარეთ მოდი ამ პირველ ნაკვალზე დღეს მოვიდა 2 საათზე ბავშვები ზოგიერთი ხო და დაიბარეთ 11-ზე და მე როდისა ვარ შენ იავნანა ვარ 11-ზე მაგრამ დაიბარეთ 11-ის განთავაზე რომ 11-ზე დაიწყო Parilex pesat. Წამოდი, იყო უკვე თქვენი მუსიკა. წამოდი, ხოცა.
ტიხარი, მერე დიპლომი. ხო. მერე ესა ნინი და აჩიკოს სიმღერა არის, რაღაცა ერთი ცი და ბედნიერება ქვია. ტიხარი, ისევ დიპლომი რუსა მორჩილაძე. ჯერჯერობით მარტო ერთი ვიდეო ქონდა კრიჩი-კრიჩიზე. ხო, ეხა ამ ნიკას დიპლომის მერე უნდა წავიდეს ის ტომი და ჯერი, რომელიც აწყობილიყო. პლუს დიპლომი მაცაცო. პოლიცია